ვირთხა ბრინჯით სავსე კონტეინერში ჩავარდა. თავიდან ბედნიერი იყო, გარშემო ყველგან საჭმელი ეგულებოდა. აღარ უწევდა საკვების ძებნა, მისთვის ბრძოლა და მუშაობა. უბრალოდ ჭამდა, ეძინა და ყოველ დღე ერთსა და იმავე რუტინას ასრულებდა. კონტეინერის თავი ღია იყო, ვირთხას გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა არც უცდია. რატომ გაიქცეოდა? კომფორტისთვის ყველაფერი ჰქონდა. დღეები გადიოდა და ნელ-ნელა ბრინჯი თავდებოდა. რაც უფრო ცოტა რჩებოდა ბრინჯი, უფრო დაბლა და დაბლა ჩადიოდა ვირთხაც. გასათავისუფლებლად ახლა გაცილებით დიდი ნაბიჯი იყო საჭირო, თუმცა უკვე გვიანი იყო. ერთ დღესაც ბრინჯი გათავდა და ვირთხასაც ძალა გამოელია. ვირთხა კონტეინერმა კი არ დაატყვევა, კომფორტმა მოიმწყვდია მახეში. ფსიქოლოგიაში ამას კომფორტის ზონის მახე ეწოდება. ხშირად მუდმივად იქ ვრჩებით, სადაც თავს უსაფრთხოდ უგრძნობთ. სამსახურში, განვითარების გარეშე, ცხოვრებაში, მიზნის გარეშე. მხოლოდ იმიტომ, რომ კომფორტი უფრო მარტივი გვეჩვენება, ვიდრე ცვლილება. თუმცა სიმართლე ისაა, რომ კომფორტის ზონა შესაძლოა ციხედ იქცეს. რაც უფრო დიდხანს დაიცდი, მით უფრო რთული გახდება მისგან თავის დაღწევა. ზოგჯერ ყველაზე დიდი რისკი სწორედ იქ დარჩენაა, სადაც ხარ.